საკმაოდ საინტერესო დისკუსია გველოდება ჩემი აზრით წინ. ხუთი მთავარი მითი, რომელიც ოცნებამ ბოლო პერიოდში შემოგთავაზა, აი ამ ხუთ მითს გავარჩევთ, ჩამოვთვლით და ამის გარშემო ვისაუბრებთ. აქვე მისალმება რომ არ გამოგჩეს, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ჩემთან ერთად არის თათო შარიკაძე. ეს არის Redline და პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ჩვენ მაყურებლებს, რომელიც წეგან ვამბობდით, რომ ძალიან კარგად მოყვება, ასე ვთქვათ, გვისმენენ. დიდი მადლობა მათ ამისთვის, არა მხოლოდ საქართველოში, ასევე რასაც დავაკვირდი, როდესაც Page-ის ანალიტიკას უყურებ ხოლმე, ძალიან ბევრი გვიყურებს ემიგრანტი, როგორც ჩანს. მათ შტატები არის პირველ ადგილზე, სხვათა შორის ნიუ-იორკიდან ძალიან ბევრი გვიყურებს, ქალაქების ჩამონათვალიც არის ხოლმე ამ ანალიტიკაში და ძალიან სიამოვნებს ის, რომ ქვეყნის გარეთაც ეს დისკუსიები არის მნიშვნელოვანი. კონკრეტულად ჩვენი მოსმენა მათთვის საინტერესო აღმოჩნდა და ასე გააგრძელეთ, მეგობრებო, ძალიან გვჭირდება თქვენი თანადგომა, თქვენი ჩართულობა, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საქმე, რაც ჩვენთვის ძალიან ძვირფასი არის და შევეხოთ სწორედ ასეთ თემებს, რომელსაც მაგალითად დღეს შევეხებით. შეიძლება ეს ერთი შეხედვით გარედან ხანდახან ძალიან არასერიოზულადაც გამოიყურებოდეს, მაგრამ მთელი ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ აი ამ ერთი შეხედვით ძალიან პრიმიტიულ, უარგუმენტო და რაღაც უსაფუძვლო მითებს ხალხი ძალიან მიყვება სამწუხაროდ და ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი საზოგადოების არის მოწყვლადი მსგავსი ტიპის პროპაგანდის მიმართ. და აი ამას ჩვენ შევეცდით. და მოდი ვაღიაროთ ისიც, რომ ოცნების რეჟიმი დგას ამ მითებზე, საზრდოობენ ამით, ხო? და წეგან აი მარიამ ამბობდა, რომ ორი რამე არა, პრინციპში, ჩვენც ხშირად ვსაუბრობთ ხო ამაზე. ერთი არის შიში და ძალადობა, ფინანსური წნეხი, ჩარიმები და ეს ყველაფერი ერთად და მეორე არის ხო ეს პროპაგანდა, გამოგონილი რაღაცა მითები. და აი ამის გაღვივება რა და რაც საბოლოოდ უმძიმე შედეგებამდე მიდის, ხალხს ზოგს უკვე მოახერხეს ის, რომ ტვინი აურიეს ისე, რომ მეგობარი და მტერი ვინ არის, ამაზე მსჯელობენ და კამათობენ კიდევაც. მოდი მისაუბრებასთან ერთად მაყურებელს მეც დიდ მადლობას ვეთყვი იმ გამოხმაურებისთვის, რომელიც ჩვენს ვიდეოებს კომენტარების სახით ახლავს. ძალიან დიდი სიამოვნებით ვკითხულობ ხოლმე და მიყვარს რომ პრაქტიკამაც უკვე აჩვენა, რომ მომწონს, როდესაც მსჯელობა შემოდის მაყურებლის მხრიდან, მათი იდეებიც გვესმის და ძალიან მომწონს, თუნდაც რომ არ გვეთანხმებიან იმის არგუმენტების წაკითხვაც, ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ აქ აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე არ ვსაუბრობთ, ხო? ჩვენს აზრებს ამ დიალოგში ვცვლით და ვცდილობთ ვიპოვოთ პირიქით სიმართლე, ხო? ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ძალიან გამიხარდება დისკუსია გამოვიწვიოთ, ხო? ჩვენ დისკუსიას გამოვიწევთ, ეს იქნება ჩვენი წარმატება. და დღეს რადგან ვსაუბრობთ ოცნების მითებზე, ჩვენ ხუთი მითი ავარჩიეთ, რომელიც ბოლო დროს ყველაზე მეტად არის წამოწეული წინ და განსაკუთრებით ის მითები, რომელიც ერთი შეხედვით არ არის ქართული ოცნების პროპაგანდის ასე ღიად გამოტანილი, ხო? პირდაპირ ტრიბუნაზე გამოცხადებული. ეს არ არის ხო ლიდერების ნათქვამი. ეს არის თითქოს საზოგადოებრივი წიაღიდან წამოსული აზრები, რომელსაც მერე პასუხი გასცა უკვე ქართულმა ოცნებამ და თქვა, რომ აი ხალხის დაკვეთაა ეხა ამაზე საუბარი და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი არის რეალურად, რომ ხო ეგ ეს პროპაგანდის ხერხია. ტაქტიკებსაც შევეხებით აუცილებლად, როგორ ხდება, საიდან ჯერ პირველად როგორ გამოდის თემა, მერე როგორ ხდება ამის გაშლა, ვითომ რაღაცა წიაღიდან ამოსული თემები, ვითომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კიდე არის მანდ აი შიგნიდან გავიგეთ და აი სისტემიდან. ყველაზე ცნობილი თემა ეგ ეხა სურო პოლიტიკასაც არ ეხებოდეს, ზოგადად ადამიანები ცდილობენ, რომ ისე გააჟღერონ ეს აზრი, რომ თითქოს უტყუარი საბუთი აქვთ, აი თავიანთი ყურით მოისმინეს, ან მათი ბიძაშვილი არის ქართული ოცნების წევრი, ან მასთან დაახლოებული პირი. მე მაგალითად ერთ-ერთი ქალბატონისგან, რომელსაც ბევრი წელია ვიცნობ, ისეთი ამბები მოუტანია ჩემთვის, რომელიც ძალიან არარეალური იყო, მაგრამ ამყარებდა იმით აზრს, რომ იცნობს შალვა პაპუაშვილს. ოღონდ ვერ დავდებ თავს, რომ შალვა პაპუაშვილმა რამე უთხრა. შეიძლება უთხრა, მაგრამ ანუ ეს იყო მისი მყარი არგუმენტი, რომ იცნობდა და ამით უნდოდა, რომ მე რო ვეუბნებოდი, რომ საიდან კაცო ვინ გეუბნება ამას, ვინ ადასტურებს,
იცნობს და მითხრასაც არ ამბობდა. ამბობდა რომ იცნობდა და ეს იყო მისთვის სანდო ჩემი მხრიდან უნდა ყოფილიყო ეს ადამიანი ამიტომ. ეგ ერთ-ერთი ძალიან კარგად გატესტილი ტაქტიკა არის მათი და ამას აუცილებლად შევეხები, როდესაც კონკრეტულ თემებზე მივალთ, მოდი ჩამოთვალოთ. მოდი ჩამოთვალოთ თემები, რაზე ვლაპარაკობთ დღეს. ერთი არის აუცილებლად ომის საკითხი, აბა ომი გინდა და მეორე ფრონტის გახსნის საფრთხეების. მეორე ფრონტი როგორც მითი, ასე ვთქვათ, ხო? ერთი არის ის, რომ აფხაზეთის დაბრუნების თემატიკა, ქართული ოცნების წინასაარჩევნოდ წამოვიდა ეს ჭორები და თან იყო, მე ეს ჭორები გამყარდა იმით, რომ იმიტომ უნდოდა ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ როდესაც ეს ტერიტორიები დაგვიბრუნდებოდა, ამას ჭირდებოდა პარლამენტში 112-ზე მეტი ხმა. მესამე და ალბათ ყველაზე მეტად გავრცელებული ბავშვმაც რო იცის არის deep state-ი. სად არის ეს deep state-ი, რომელ კონტინენტზე ავიღარ მოგზაურობს deep state-ი, მობილური არის ძალიან. კი, ანუ ხან კობახიძეს მართავს, ხან ტრამპს და ხან ევროპას. რახან ამერიკაშიც წავიდეთ და ტრამპთან დალაგებული ურთიერთობების მითი, რომ მოლვა 20 იანვარი და აინახავთ ქართული ოცნება. ტრამპთან დავალაგებთ, იყო ეგეთი მითი, კი. და ყველა რომ ნაცია. ეს ცნობილი მითია, მე მგონი, რომელიც წლებია თან მოყვა, მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით ყველა ნაცი გავხდით და ყველა კოლექტიური ნაცი უკვე სახელით შეგვეცვალა, ხო. მოდი ომიდან რო დავიწყოთ, მე მაგალითად ის რომ საქართველოს თხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მე ტელევიზიაში ვმუშაობდი, ეგ ამბავი არ გამიგია ტელევიზიაში ტრიბუნებიდან. ზოთან ხო როგორც ჟურნალისტი არ გამიგია, გავიგე როგორც მოქალაქემ და აი ესე ადამიანი ძალიან ჩვეულებრივად ყვებოდა, რომ მან ზუსტად იცოდა, რომ კელი დეგნანი შეხვდა ირაკლი ღარიბაშვილს და მან უთხრა, რომ უნდა გაიხსნა მეორე ფრონტი და რომ ჩაყვე მე ამ დისკუსიას. რა თქმა უნდა, ძალიან მარტივია, რომ შენ ვერ იქნებოდი იმ ოთახში, გამორიცხულია იმ ოთახში მჯდარიყავი და თან ახლა მთავრობის ადმინისტრაციაში ვიღაცა შეხვდა და ეს ჩემო მეზობელმა იცის, მაგრამ არაფერი სანდო წყარო ამისთვის არ არსებობს, ხო? ესეც, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ომის თემა იყო ყველაზე მასშტაბური თემა, რომელსაც ხელი მოკიდა ქართულმა ოცნებამ. ანუ გაავრცელა ჭორი, დაიწყო ამაზე საუბარი, რომ მართლა არსებობდა ასეთი საფრთხე და დღემდე საუბრობენ ამაზე, ისე რომ ჩვენ ამის არგუმენტი არ გვინახავს ასე ჭორაობის დონეზე, რომ ხან შალო პაპუაშვილი იბრალებს, რომ ჩემთან იყვნენ მოსული მასიო, რა ქვია, პარლამენტშიო. ბოლოს ხვეს რომ ორი შეხვედრა იყო. ხო, აი ანუ ვისაც როგორ უხარია ისე ჭორაობს, მე უკვე ტრიბუნებიდანაც ასე ისმის. ხო, მან საოცარი ამბავი ერთი არის, რომ რამდენჯერმე მithქვამს რა, ეგ ამ ომის თემაზე ჩვენ არ ხსედევს ჩემი ძველი ვიდეო არის ჩანაწერი, სადაც სწორედ აი ამ კონკრეტულად ომის მითი თუ რეალობა ეგრე ქვია. მეორე ფრონტი. ხო და მან ერთი მნიშვნელოვანი ამბავი არის, რომ ეს ხალხი, როდესაც საუბრობს, რომ რატომ არ ასახელებენ წყაროს მაგალითად, ვინ იყო, რა საუბარი იყო, ან არ გვანახებენ, არ გვინახავს, არ მოგვისმენი არანაირი ჩანაწერი, არანაირი კადრი არ არსებობს ამის და იმ ფონზე რომ ეს ვითომ ეს შეხვედრა ხო არ იყო სადღაც ვაკის პარკში ხო არ საერთოდ ოფიციალურად იყო შეხვედრა, არის საუბარი რაღაც შეხვედრაზე, ორ შეხვედრაზე, ერთი პარლამენტში, მეორე მთავრობის ადმინისტრაციაში და არანაირი რაღაც დამასაბუთებელი ამის არ გავრცელებია და აქ ხო რა არის აქ მნიშვნელოვანი რომ ამას რომ არ ავრცელებდნენ ამის არგუმენტად სახელდებოდა თითქოს რაღაც პოლიტკორექტულობა და ის რომ აი რაღაც დიპლომატიურ ეთიკას არ უნდათ რომ გადაცდენოდნენ რომელიც ყველაზე ნაკლებად ახასიათებს ოცნებას ეს ამის პარალელურად როდესაც ეს ხალხი ამაზე უკვე ამდენი ხანია საუბრობს რომ არ უნდათ რაღაც აი ამ წითელი ხაზების გადალახვა და თავს იკავებენ და კაი ტიპები არიან ამით და სხვაებიც ცუდი ტიპები არიან მაშინ ხდება როდესაც პარალელურად ძალიან ბევრ დასავლელ ნაუცი პარტნიორს იმ დროისთვის ჯერ კიდევ და ზოგს ახლანდელსაც ლანძღავდნენ და ლანძღავენ. თან მაგალითად სულ ყოველთვის მახსენდება ხოლმე, როგორ მოიხსენიებდნენ ჯო ბაიდენს
კოჭლი იხვად და ამაზე არა მხოლოდ სიუჟეტები კეთდებოდა და ავიცი ხო ანუ რა მაშინ როდესაც შეგიძლია რომ ამერიკის პრეზიდენტს კოჭლი იხვი ეძახო რატომ არ შეგიძლია რომ მითხრა ვინ გიბრახუნებდა მაგიდაზე მუშტს რომ გინდა თუ არა შენ მეორე ფრონტი გახსენ იქნება ან მოდი მარტივად ვთქვათ რა ეგეთი არგუმენტი რო არსებობდეს ჩვენც ხო ყველა სხვანაირად განვეწყობოდი რა თქმა უნდა აი ამას არ მარტო თავის ამომრჩეველი კი არა ხო ანუ იქნებ გიჯერებ, იქნებ მართლაც ასე იყო, იქნებ მართლა ვიღაცა ითხოვს რომ მე წავიდე ახლა და იარაღი ავიღო ხელში, იქნებ მე სხვანაირად დავფიქრდე, ხო? მაგრამ ანუ ის რომ ამდენი ხანი ეს თემა ასე ჰაერშია და ყოველ ჯერზე უბრალოდ გვიმეორებენ ჯიუტად რომ ეს ესეა, ხო და ვინ გვიმეორებს, რაზეც შენ დაიწყე ლაპარაკი, ძალიან მნიშვნელოვანია რა. მეც შემხედრია ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ დარწმუნებით იცოდნენ ეს ამბავი, ვიდრე ეს ხალხი პაპუაშვილი თუ კობახიძე ითხოვდნენ ამას, რომ აი ამ და ამ შეხვედრაზე იყო, მანამდე გამოვიდა ეს ვითომ ეგრეთ წოდებული ჭორი, შიგნიდან გამოსული ამბავი, რომ მეტი დამაჯერებლობა შეეძინა ამ ამბავს როგორ ხდება ხო ვიღაცები ამას ანუ არჩევენ ალბათ რაღაც კონკრეტულ წრეებს კონკრეტულ პირებს ვინც დამაჯერებელი იქნება რომ შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას და მე ეს ხალხი სხვათა შორის რაღაც წრეებში თავის სამეგობროებში არ ვიცი სამსახურებში თუ უბრალოდ რაღაცა ამაზრებს ავრცელებენ და ძალიან დამაჯერებელია. სხვათა შორის იცი რა გამახსენდა ეს ომს არ ეხება, მაგრამ პროტესტს ეხება. მე ძალიან ბევრჯერ მომისმენია ადამიანებისგან, რომ აზრი არ აქვს შენ პროტესტს. ანუ ესეც მათგან წამოსული მითია, რომ ჯობია გაჩერდა, იმიტომ რომ ყველაფერი ზემოთ უკვე გადაწყვეტილია და ეგენი ყველანი ერთმანეთში დაალაგდებიან და ჩვენ ყველანი რჩებით ქუჩაში ისევ წაგებთ. ანუ ეს ნიჰილიზმის გაყურებისთვის. ხო, ანუ ესეც საზოგადოებაში გავრცელებული აზრით არის და არა არ ამბობს მამუკა მდინარაძე არ მეუბნება მაგას, მაგრამ ისეთი ადამიანები მეუბნებიან გარშემო, რომლებიც აი ანუ ჩემს პირად ნაცევებს კი არ ეხებათ ეს ისევ ამბობ რა ანუ აი ბიძაშვილი მეზობელი მამა შენის უფროსი მეგობა აი მიხვდი ანუ ესეთი ადამიანები გეუბნებიან და მინდა რომ ჩვენ მამაყურებელს გაიხსენოს არ არსებობს რომ ასეთი ადამიანები მათ გარშემო არ იყვნენ რომლებიც გეუბნებიან რომ აზრი არა აქ და უნდა გაჩერდა და თან გეუბნებიან რომ ხო იცი კაცო მე ქოცი არა ვარ არც ნაცი ვარ არც ქოცი ვარ და თან აი ამას გაწყვეტებენ რომ აზრი არა აქ გაჩერდი ხო ეს ნიჰილიზმისთვის არის ხო ეს ნიჰილიზმი ქართული ოცნების სხვა შემთხვევებშიც რა იგივე ომის თემაზე ხო იყო ეგრე წინასაარჩევნო და ანუ პირდაპირ ამბობდნენ რომ აი თუ არ მისცემს ხალხი ქართულ ოცნებას ეგრევე მეორე ფრონტი აუცილებლად ომი იწყებოდა კი და ამას მერე უკვე ცოტა ხნის შემდეგ უკვე ტრიბუნებიდან იმეორებდა ეგ ხალხი მახსოვს ეთერები მაგალითად ირაკლი კობახიძის სადაც ამბობდა რომ აი მე მენდეთ ესე იქ. ხო და თან ნახე ამ მეორე ფრონტის ამბავი ეგს იყო რომ თავარი რასაც ხელი ჩასჭიდეს იყოს რომ ჩვენ ავიცილეთ მეორე ფრონტის გახსნა ანუ აი ჩვენ გადაგარჩინეთ ამ რაღაც წარმოუდგენელი ლეგენდის რა გამოდის რომ ანუ თავადვე შექმნეს ეს ამბავი და მანდაც მუშაობს ეგ პრინციპი რომ ტყუილი რაც უფრო დიდია უფრო მეტად დამაჯერებელია და ანუ ძალიან მარტივია ხო ეხა არავის არ უნახავს არავინ არ იცის ის არ ავრცელებს თვითონ თიც იშვერს და გეუბნება რომ ესეა და მე ამას მალევე მოაყოლებს იმას რომ აი შედეგი დადგა იმიტომ რომ და მადლობა მშვიდობისთვის მე ხო დადიოდა ხალხი და ტაშხო უკრავდნენ ხარიბაშვილი იყო კი ჩემი საყვარელი ისტორია მადლობა ბატონო ირაკლი მშვიდობისთვის და მართლმადიდებლობისთვის ეს მეორე არ ესე იყო როგორც ვამბობ ხო მაგრამ მანდ მე მგონი შენ გქონდა სადღაც ყვებოდი მაგამ ბავს როგორ გაიგე წინასწარ მოვიდა ხო? წინასწარ ვიცოდი ვინ რა სიტყოდა. ანუ მედიაში სამთავრობო მედიაში მიდის ამოშიფრული ტექსტები ვინ რა სიტყვის და მე ამის მასალას უყურებ და იქ ზუსტად იგივე წერია, ზუსტად ერთ-ერთი შინაარსი კი არ არის. ანუ რო განმარტოთ იმედში მოვიდა ტექსტი, ხო? ხო, იმედში მოვიდა ტექსტი, არაერთი და მათ შორის მე ყოველს ამ მაგალითს ვყვები, სადაც ეწერა ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება ქალი, ართმევს ხელს და ეუბნება მადლობა ბატონო ბიძინა მშვიდობისთვის, მართლმადიდებლობისთვის. რა ვთქვი? ბიძინა თქვი.
ეძინასაც ეთყოდა ირაკლი ღარიბაშვილი ხო იუი ხო და მე ყველაფერი სხვა შეიძლება ერთხელ მქონდა ეგეთი შემთხვევა რომ მომწეს ტექსტი სადაც ეწერა რომ ირაკლი ღარიბაშვილი შედის სტადიონზე არ ტყამს ბურთს ფეხს და გადის გოლი და ეგეთი კადრი არ არსებობდა და ჩემი უბედურება უნდა გენახათ რომ ყველაფერი ვნახე და მე ბოლოს ვთქვი რომ არ არის ეგეთი კადრი და უიო წინა დღეში შეგვეშალაო სხვა დღეს იყო რომელიც მე ნახა საზოგადოებამ მე არ შემხვდა უბრალოდ ეგ თემა ანუ რა დონეზე იშიფრება წარმოიდგინე ფეხს რო არ ტყამს ბურთს სხვათა შორის აქვე ვპასუხებ ამ თემას რა მე ეს ამბავი რომ მოვყევი ერთ-ერთ ინტერვიუში კომენტარებს ჩაუჯექი რა და იქ ეწერა რომ რაო აბა ეგ ამბავი არ უნდა გაგეშუქებინაო ხო და კი ხალხო ეგ ამბავი უნდა გაგვეშუქებინა იმ შემთხვევაში როცა შენ გადაიღებ შენ გადაწყვეტ რომ მომხდარს რომ მაშუქებ და არა თან თუ გადაწყვეტ რომ ეს არის საინტერესო ამ შეხვედრაზე და არა დანარჩენი საკითხები ხო ანუ მითითებაშია აქ პრობლემა და არა და იმაში რომ წინასწარ იცოდნენ სცენარი რომ ვიღაც მივიდოდა ხალი ჩამოართმევდა ხელს ეთყოდა ამად ამ სიტყვას სხვა შეს მაგ ქალბატონის ვინც მაშინ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა შვილი მეორე დღესვე გამხდარა ბაღის დირექტორი ყოჩხ აი წარმატების იმიტომ ხარ უმუშევარი გეტყვა მადლობა კარგი ძალიან ვარ გადავხვიოთ თემას ხო ანუ პრინციპი ავხსენით რა მე მგონი ამ შემთხვევაში რა იყო რომ ჯერ გამოვიდა რაღაც ვითომ ხალხის წიაღიდან დამაჯერებელი ბიძიების და დეიდების პირით რომ მათ დაზუსტებით იცოდნენ რომ შიგნით ასეთი ამბავი მოხდა მე ეს ხელიდან ხელში რო გადადის ეს ამბავი უკვე თუ პირიდან პირში თუ როგორც არის ხო ნუ ესე გამოდის ხო ანუ მეორე და მესამე პერსონა როდესაც ამას ისმენს მე იმასაც ხო უსვამს ვინმე კითხვას რომ საიდან იცის მე ვიცი რა შიგნიდან გამოვიდა და აგერ ჩემმა ახლობელმა მითხრა ანუ ეს უკვე განსხვავდება რა მთელი ამ მუღამი იმაშია რომ ტელევიზიით კი არ მოვისმინე ან სადმე კი არ წავიკითხე ან რომელიღაც პოლიტიკოსმა კი არ თქვა არა შიგნიდან გამოვიდა ეს ამბავი სანდოწყარო ანუ ეს უკვე ძალიან უშუალო ხდება ამბავი აი ამ მეთოდით და აი ამ მეთოდს ძალიან კარგად იყენებენ და გამოიყენეს ფაქტია და იგივე იყო ჩვენ შემდეგი თემაზეც რომ გადავიდეთ აფხაზეთის ომთან დაკავშირებით. აფხაზეთს დავიბრუნებთ როგორც ესეთი პირველ ეტაპზე ანუ კამპანიაში საერთოდ არ იყო გაჟღერებული ეს არის ამბავი ვიდრე ბიძინა ივანიშვილი გააკეთებდა განცხადებებს მათ შორის ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება და პროტესტი მოყვა საზოგადოებაში მანამდე გაცილებით ადრე ამ თემის დატესტვა დაიწყო ამ თემის დატესტვა დაიწყო მათ შორის როგორც ესე აი რაც ავხსენით კონკრეტული პირების შიგნიდან გამოტანილი ამბის გარდა დისკუსიები წავიდა სოციალურ ქსელში, არ ვიცი გახსოვს თუ არა. კი, როგორ არა. იწერებოდა ამაზე სტატუსები, ვიღაცები გამოთქვამდნენ თავის მოსაზრებებს. კონკრეტულ მოდელზეც კი საუბრობდნენ, როგორ უნდა მომხდარიყო რაღაც რა იურიდიული სტატუსის მინიჭება უნდა მომხდარიყო აფხაზეთისთვის, მათი ავტონომიის გაფართოებაზე იყო საუბარი და კონფედერაციის მოდელზე თუ არ მახსოვს ზუსტად რა სისტემაზე იყო იქ საუბარი, მაგრამ მეტი დამაჯერებლობისთვის გაჩნდა დისკუსიები, გაჩნდა რაღაცა ბლოგები ამაზე და მე გამოდის რომ ქართულმა ოცნებამ რეალურად ეს თავად გადმოგვიგდო სალაპარაკო თემა და მე თქვა რომ შემოაგდეს ასე ჟარგონზე რო ვთქვა შემოაგდეს და მე თქვეს რომ ჩვენ ხალხის დაკვეთას პასუხობთ ანუ ჩვენ იქიდან წამოვიდა ეს მოთხოვნა რომ ჩვენ ამაზე ვისაუბროთ და ჩვენ ვიწყებთ ამაზე საუბარს ეს არის მე მაგათი ფორმულა ალბათ მე ხო და მე როგორ გადაკონვერტირდა იცი ეს ამბავი რომ უკვე ხალხი მე მახსოვს რაღაც პირადი საუბრებიც ამაზე რომ ესე ისმებოდა რა საკითხი რომ აბა შენ რა გირჩევნია ეხლა მაშინ უკვე ხო იყო ეს რომ რაღაც დასავლეთის ლანცვა ხო დაწყებული იყო და რაღაც პარტნიორობა შეჩერებული წვრთნები აღარ ტარდება რაღაც მთელი ამბები ხო მოხდა მანამდე და იქ ევროკავშირი უკვე გავანცხული ყავდათ და შტატები და ასე შემდეგ და ანუ ესეთი დილემა წამოჭრეს რა რომ აბა შენ რა გირჩევნია ხა აფხაზეთის დაბრუნება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა აგერ ხალხი ამას გვპირდება და გამკეთებლები არიან და ეს ყველაფერი ელინკებოდა იმას რომ რუსეთთან მიმართებით რა პოლიტიკა არსებობს რომ აი ჩვენ ამ დათმობის როგორ ქვია სტრატეგიული მოთმინება ხო ასე ამბობენ ხოლმე სტრატეგიული მოთმინების შედეგად
აი ამ შედეგს პრაგმატული ნაბიჯები, სტრატეგიული მოთმინება, რაღაცა ამ უკრაინის თემაზე ბევრს არ ვლაპარაკობთ, სანქციებს არ უერთდებით, ასე შემდეგ, მაგრამ აი შედეგი ამას ექნება. ის ჭკვიანი კაცი ამაზე ფიქრობდა, როდესაც ამას აკეთებდა, ეგ არის ხო მთელი მუხამი. და მე მანდ ერთი ცინიკური ამბავი მოხდა, რომ როდესაც ამათ დაიწყეს ამ აფხაზეთის დაბრუნების თემაზე გახურება, მალევე უპასუხა ამას ლავროვმა განცხადებით და თქვა, რომ ძალიან მკაფიოდ მიანიშნა და მაშინ ჩავარდა ეგ მითი და მაგის შემდეგ ამ თემაზე აღარავინ აღარ საუბრობს. გახსენდება ბოლოს როდის ახსენეს? როდის ახსენეს არა, ლავროვი ტერიტორიული მთლიანობა აღარ არის მათ დღის წესრიგში და არც message box-ი ამ მიმართულებით აღარ მუშავდება. მაშინვე ამ ლავროვის ამ განცხადებამ ეს თემა მოსპო. იქ იყო, ვისაც არ ახსოვს, რომ გავახსენოთ, რომ სერგეი ლავროვი ამბობს ეს ტრამპს, თქვენ ხართ დამოუკიდებელი სახელმწიფოები, ჩვენ მივესალმებით ქვეყნებს შორის დიალოგს, ანუ ქვეყნებში გულისხმობდა აფხაზეთს და საქართველოს, როგორც ასეთი და აი თქვენ დაალაგდით, კაცო, მე გამიხარდება თუ თქვენ ერთმანეთში ურთიერთობას დაალაგებთ და იგივე ტიპის განცხადებები დღესაც გვესმის, ხო, სხვა თემებთან მიმართებაში, როდესაც ახლა კიდე იქიდან წამოყვეს სეპარატისტებმა თავი და მათ შორის ითხოვენ იქ რაღაცების გასამართლებას აი პარლამენტში შექმნილი საგამოწევო კომისიის კვალდაკვალ. უკვე ცხინვალის რეგიონი. ხო, მაგ თემაზე კიდევ სხვადასხვა აფხაზეთის დაბრუნების ამბავზე მახსოვს წინასაარჩევნოდ ასევე, ანუ სპეციალურად უსვამ ხაზს იმას, რომ ამას ვიგებ ჩემი გარშემო მყოფი ადამიანებისგან და არა პოლიტიკური ტრიბუნებიდან. მახსოვს ეგეთი ფრაზაც, რომ იცი რა, ტერიტორიებს თუ გვიბრუნებს კაცო ბიძინა იყოს მაშინ ხელისუფლებაში ჩვენც ეგ გვინდა რომ აუცილებლად არჩევანი ანუ ის არ გპირდება არც ერთი სხვა პარტია ამას არ გპირდება და თუ ეს კაცი ამის გამკეთებელი ძალიან ძლიერი დაპირებაა ხო ამაზე ხომ არ რა თქმა უნდა ეხა ამაზე ორი აზრი არ არსებობს რომ ეს მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ყველა პარტიისთვის აი საზოგადოების პრობლემა მოწყვლად საზოგადოებაზე, როდესაც გულისხმობ ყოველთვის ამას ვიმეორებ და ახლა ვიტყვი, რომ არის კრიტიკული აზროვნების ნაკლებობა და კითხების დასმის ნაკლებობა. როგორ, ანუ აქ კითხვა ხო ჩნდება, კაი მიბრუნებს, კაი გავიგე ჯერა შეიძლება რომ ყოვლის შემძლეა ეს ერთი ჭკვიანი კაცი და ყველა მართავს, მაგრამ ვერავინ ვერ მოერევა მას. სუპერგმირია დაუშვათ, მაგრამ როგორ ხო ეს კითხვა როცა ჩნდება და ამ დისკუსიებში როცა შევდიოდი ხოლმე ესეთ პირად საუბრებში ხომ ერთი მაგალითი მომყავდა ზუსტად მაშინ ხდებოდა ეგ პროცესი რომ აფხაზეთში იყო ვნებათა ღელვა ეგრეთ წოდებულ აგარაკებს სამთავრობო აგარაკებთან დაკავშირებით ანუ წარმოვიდგინოთ რა სიტუაცია როდესაც იქ ადგილობრივი მოსახლეობა არის მთელ ჭიდილში რომ ითხოვენ რომ ეს რუსებმა არ გაიფორმონ და რუსები ყველა ჯერზე ცდილობენ ჯიუტად რომ გადავიდეს ეს ეგრეთ წოდებული სამთავრობო აგარაკები რუსეთის საკუთრებაში. ანუ რისი თქმა მინდა ნახე სახელმწიფო რომელიც რაღაცა რაც არ უნდა ძვირფასი და მაგარი ობიექტი იყოს რაღაც ერთ კონკრეტულ შენობას და ორ კონკრეტულ შენობას რომ ართმობს. აი ამ მოცემულობაში რანაირად შეიძლება იფიქრო, რომ ის სახელმწიფო, როდესაც იქ აქციები იმართება და რა ვიცი, ლამის იქ ადგილობრივი მარიონეტული რეჟიმი მაშინ გადაყვა მაგ ამბავს, დიდი ამბავი იყო. ანუ ხო მარტივი მოცემულობა ორ აგარაკს რო კაცი ართმობს. ის შენ რანაირად დაგითმობს მთელ ოკუპირებულ ტერიტორიას და რის ხარჯზე დაგითმობს. ნახე, ეგ მაგალითი რომც არ არსებობდეს, ხო? ეგ მაგალითი რომც არ არსებობდეს, ახლა შენ კონკრეტული მაგალითი თქვი. ვერ გავიხსენე და თუ შენ გაგახსენება მითხარი, რაიმე ნაბიჯი 12 წლის განმავლობაში, რომელიც წინაპირობა უნდა იყოს იმის, რომ ხვალ აფხაზეთი დამიბრუნდება. ანუ აი რაღაცა სამუშაო პროცესიც, რაღაცაც ხო უნდა გვენახა. მსგავსი ხო არაფერი არ ყოფილა. ეს ხო არ იყო რომ ჩვენ რაღაცაზე მივდიოდით და აი ამ მომენტში რაღაც, აი ეხლა დადგება ეგ დღე. არა, ანუ ესე 12 წლის მერე უბრალოდ გავიღვიძეთ და ვთქვით რომ კი, აი ეხლა ხვალ აფხაზეთი ამ არჩევნების მერე ბრუნდება.
ხო, ნუ ეხლა რაღაცები ხალხთა შორის ურთიერთობების ნაწილში ეხლა ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ იყო ხოლმე ესეთი ეპიზოდები მახსოვს, რაც ეხებოდა ჯანდაცვას, რაღაც თუ არ ვცდები. კი, ეს ჩვენი მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს ამბობ, რომელიც იყო, კი. ჩართულობის ნაწილში და იქ მარტივად უფასოდ გადმოყვანა მკურნალობა განთავსებაში, ანუ ეს ნაბიჯები ჩვენი მხრიდან, ხო, მაგრამ ანუ პოლიტიკაში ყველაფერს რაღაც თავის ფასი, რაღაცის საფასურად ხო ხდება რა. ანუ საერთოდ არგუმენტს მოკლებული არის ხარჯზე გიბრუნებს რუსეთი. ხო, რა თქმა უნდა. ხო და ეს თავიდან ბოლომდე ბოლი იყო, ასე ვთქვათ. მაგრამ ეგ ბოლი დააყენეს და ძალიან მაგრად იმუშავა იმ მომენტში და იმუშავა კომპლექსურად სხვა თემებთან ერთად, ხო? ანუ მეორე ფრონტის ამბავი ერთის მხრივ გეუბნება, რომ საფრთხეს აჩენს სხვა თუ მოვა ხელისუფლებაში და პრობლემაა, გაშინებს, მეორეს მხრივ გეუბნება, რომ არა, მე ყველაფერს მშვიდობიანად გადავწყვეტ და ამას მოვაკარებ. ანუ ძალიან მაგარი მითი გამოუვიდა საბოლოო ჯამში. მართალია მალევე თავად რუსეთმა ჩაუკლა, რომ შევაჯამოთ ეს ნაწილი, მაგრამ თლიანობაში რაღაც დოზით საკმაოდ კარგად იმუშავა, კარგად ბრჭყალებში. მესამე მითი, რომელზეც უნდა გადავიდეს და მგონია, რომ ყველაზე ესეთია მასშტაბური მითი არის deep state. ანუ რაღაც არსებული გველეშაპი, რომელიც ვერ გავიგეთ კონკრეტულად, საბოლოოდ ეგრე გამოვიდა, რომ ვერ გავიგეთ კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან, ან რომელი ქვეყნების გაერთიანებიდან მოდის, მაგრამ deep state-ი არის ყველგან, ესე გამოდის. და სხვათა შორის მაყურებელს გავახსენებ, ცოტა ხნის წინ იყო ირაკლი კობახიძის ინტერვიუ, სადაც თქვა, რომ deep state-ის დავალებით გავხადეთ გახარია პრემიერ-მინისტრი. ანუ ისიც ათმობაზე წავედით deep state-თან. ხო, ისიც კი თქვა, რომ ქართულ ოცნებაშიც ერეოდა deep state-ი იმდენად დიდია და მაშინ ვერ მოერივნენ, მაგრამ ახლა მოერევიან deep state-ს და ვინ არის ეს deep state-ი, ბექა შენ რომ ვითხრა. ნეტა ირაკლი ღარიბაშვილთან ხომ არ ქონდათ რამე საცეცები. deep state-ს. deep state-ს და იმით წავიდა ირაკლი. არ ვიცი, ხო, ნუ ანუ მე ერთი ვერ გავიგე, მართლა ძალიან რთული ამის გაგება, მაგრამ ეს deep state-ი ბაიდენთან ერთად იყო ამერიკაში. თუ ევროპაშია. არა, ხო ევროპაში გადმოვიდა. ეგრე ბრენდინგი მოხდა. ხო, ანუ ეგ მაინტერესებს, ევროპაში რატო გადმოვიდნენ. ხო, მაგაზე ვიტყვით. ძალიან ვიხალისეთათო, არ ვიცი შენახე თუ არა, მამუკა ღლონც ქონდა ძალიან მაგარი სასაცილო ვიდეო ჩაწერილი deep state-თან დაკავშირებით. deep state-ი არ მახსოვს. ვაიმე ძალიან მაგარი. ომი ვინ დაიწყოს თემას. ესეთ რაღაცას ამბობდა, წარმოიდგინეთო, ეხლა თან ესე ხო ყვება ხოლმე ეს ბოლოს რო ვიდეოებს დებს ხოლმე, ძალიან ვერთობი სალამი და მოკითხვა, ძალიან მახალისებს ხოლმე. წარმოიდგინეთო ეხლა თქვენო, რომ ტრამპიო იყო deep state-ის ებრძოდაო ტრამპსო. მაგრამ ხო, ვიდრე კანდიდატი იყო, მაშინო ვერ მოერიაო. და ეხა პრეზიდენტი ხო გახდაო. deep state-მა გახადაო პრეზიდენტი. deep state-მა გახადაო, მაშინ ვერ მოერიაო და ეხა დაამარცხა deep state-მა ტრამპიო. ანუ საბოლოოდ ხო. ეგ ძალიან ეგ რას მოაყოლა, იცი რომ ეხლა ხო იყო ბოლო განცხადებები, რომ აი რა დასანანია გოლი რო ვერ გაგვაქვს ხოლმე და კომენტატორები რო იძახიან ხოლმე რა დასანანია ესე ამბობდნენ, რომ აიო რა დასანანია, რომ ტრამპმაო ვერ ჩვენ ხო ფსონსდებდითო მაგაცო, რომ აი თუ ტრამპი დაამარცხებს deep state-ს ამ შემთხვევაში ჩვენ დავაგდე. არ გადაწურეს იმედი, რომ ამიტომ ჩავიკრიეთ მორჩაო და ანუ მაგას მიეძღვნა ეგ ვიდეო, რომ ანუ ვერ დაამარცხა და მანამდე ხო, ნუ deep state-მა მოუგო ტრამპს, მაგრამ მანამდე ვიდრე კანდიდატი იყო ვერ მოუგო. აი ესეთ აბსურდში არის, ეგ ამბავი ახლა რთული, რეალურად deep state-ში რა იგულისხმება, ეგ არის რომ იქ არის რაღაც კორპორაციები, რომლებსაც აქვთ ეკონომიკური ინტერესი, სარგებლის ინტერესი და ისინი ახდენენ გავლენას სახელმწიფოში, რაღაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ანუ თავისი არსით deep state-ში ეგ იგულისხმება და ამას მაგრამ ახლა მანდ მერე იკარგებიან სად, იცი რა, მანდ რებრენდინგის ნაწილია ძალიან მნიშვნელოვანი რა, რომ ეხლა რაც რუსეთმა დაიწყო აქცენტის გაკეთება ევროპაზე, ბრიტანეთზე. ეხლა რებრენდინგიც ქართულ რეალობაში deep state-ის ანალიზის
მიმართ ეს რებრენდინგის წინ წამოწევა ემთხვევა რუსულ ნარატივს რა და მათი რაღაც მიდგომების ცვლილებას და შესაბამისად ხო აი მანდ უკვე გეოგრაფიაში ვირევით როგორც აღმოჩნდა როგორც დიდი ბრიტანეთი ამათაც აღელვებთ დიდი ბრიტანეთის სანქციების შიშიც აქვს და ცნობილი განცხადება გახსოვს ისტორიული დემოკრატია რომელიც სამართლის პრინციპების აკვანი და როგორ იმედებს სრულებს ქართულად წევას ინგლისში შემოდის აი რა დასანანია არ ვიცი რამდენად სიმწრის სიცილი დავარქვათ თუ როგორ არის მაგრამ სამწუხაროდ ხო მართლა აბსურდული არის რა რომ ერთ დღეს თურმე ასეთი ძლიერია deep state-ის შტატებში მეორე დღეს თურმე ასეთი სუსტი არის მერე გავლენებმა გადაინაცვლა სადღაც სხვაგან რომ ომის აგენტები ახლა არიან კაია კალასი და ურსულა და აი deep state-ი ნახე შეიძლება რო გაიხსენო შენს გარშემო ადამიანები შეიძლება deep state-ს არ ახსენებდნენ მაგრამ ახსენებდნენ მაგრამ იქ სადღაც მაგრამ გეუბნებოდნენ რომ ეს ყველაფერი სადღაც ზემოთ არის გადაწყვეტილი აი ეგეც deep state-ის ხო ანუ ეს ყველაფერი კარგად ჩდება ხო არის რეალურად საზოგადოებაში გარკვეული ანუ ადამიანების კატეგორია არსებობს რომელიც არის მიდრეკილი შეთქმულების თეორიების დაჯერებისკენ ხო? რაღაც. ყველაფერს მასონები მართავენ, ხო? სხვადასხვა თუ გახსოვს, ჩემი სტუდენტობის დროს ცოტა უფრო ადრე იყო ეგეთი მითი, რომ სადღაც არსებობდა ბნელი ოთახი, საუბრობთ ამერიკას ამბობდნენ, სადაც ენთო ერთი ნატურა და იქ გარშემო ისხდნენ ადამიანები და ისინი წყვეტდნენ მსოფლიო ბედს. ეს რაღაცა ესეთი მახსოვს, აი ჩაბურული იყო და მასონური და ცოტა ზერო შემოდის იქ როგორ შეიძლება. ათება უნდა ციმციმებდეს და რაღაცა მძაფრი კინოკადრივით მახსოვს რა ეს ერთი ნატურა აქეთი. კი, რაღაც მისტიკა უნდა იყოს ამ ყველაფერში, deep state-ი, რაღაც deep state ჯერის ხალხს დააზები ვერ მახსოვრებდა ხო იცი ზოგი რაღაცა უცნაურად წერდა. გლობალური ომის პარტია ხო მაგის წინამორბედია. ეგ მაინც ვერ გავიგე ერთი და იგივეა თუ იმის ქვედანაყოფია. როგორც მე გამოვიტანე თათო დასკვნა გლობალური ომის პარტია არის deep state-ის იმიტომ რომ მე მახსოვს განცხადებაში სიტყვა ანუ ეშლებოდათ ხოლმე ხან აიგივებდნენ ნახე როგორ იყო ხან ერთი იგივე იყო ხან იმის თვითონ ვერეოდათ რა ხან ამბობდნენ რომ deep state-ი და გლობალური ომის პარტია ხან ამბობდნენ რომ deep state-ი რომელიც მართავს ამ გლობალური ომის პარტიას ან რაღაცა სადღაც აბსურდში მივდივართ მაგრამ ხო, ნუ სამწუხაროდ ეგრეა რა. ეხა როგორც იცვლება ამოცანები და როგორც კარნახობენ ამ ამოცანებს, იმის მიხედვით მოგზაურობს deep state-ი ხან იქ არის, ხან აქ არის და ხან ერთია, ხან მეორე, ხან ორივე ერთად. ნუ მოკლედ. წეგან deep state-ი თქვი და კი არა და deep state-ზე ვლაპარაკობ და ტრამპი ვახსენეთ. ტრამპის გარშემო ბევრი მითი ხო გაგიგია ბოლო დროს. ტრამპთან დავალაგებთ ამას გულისხმობ? ხო, მოვა 20 იანვარი. ჩვენ რაც გინათ ისკენით მოვა 20 იანვარი. ხო, ეგ არის ერთ-ერთი მთავარი მითი, რაც კრიზისის დროს. მანდ საზოგადოებრივ აზრი იყო და არა ხელისუფლებიდან წამოსული მესეჯბოქსი, ანუ ღიად გაცხადებული მესეჯბოქსი, რომ აი, ხალხი ამბობდა ამას, რომ აი მოვა ეხა ტრამპი და ამერიკა საერთოდ ალაგებს მერე მსოფლიო წესრიგს და მათ შორის გვალაგებს ჩვენ. ჩვენ ანუ ბიზნეს კარგი ურთიერთობა აქვს ტრამპთან, ეგეთი ცნობილი მითიც არსებობს, რომელიც დღეს ხელივის დაუქნია ტრამპმა და რა როგორ მოხდა, ეგეც კი ვერ გავიგეთ, ხო? ანუ ქართული ოცნება მაგხელად ყვილზე წავიდა, რომ კაცმა ხელი აწია და სწორი კუთხიდან გადაღებული კადრით გვასაღებს, რომ ტრამპი გვიცნობს. კიდევ რომ ანუ თან ხომ ებრძვიან და ამ რაღაცა პროცესში ხო ვართ რომ კარგავთ რეალურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პარტნიორებს და პარტნიორობებს და თან სწორედ ეს ლეგიტიმაციის კრიზისი რამდენად მწვავედ დგას დღეს ქართულ ოცნებაში ეგეთი ფაქტები აჩვენებს ხოლმე რა რომ აი ვატიკანში ყაველაშვილს ვითომ ხელი დაუქნია რაღაც სასწაული რაკურსით გადაგა მე ჩამოართვა ხელი მოდი ვთქვათ ოკეი კაი ჩამოართვა ანუ ეს ხო ფაქტია რომ ყოველ ჯერზე როდესაც რაღაცა მსგავსი ხდება დიდი ზარზე იმით აღნიშნავენ ამას და მთელი პროპაგანდის მანქანა მუშაობს იმაზე რომ აი რა მაგარები ვარ სადეძებენ ლეგიტიმაციას ხო ანუ ეს იმას ნიშნავს რომ მათ აქვთ ეს ლეგიტიმაციის კრიზისი კი არ იმჩნევენ რომ ვითომ არაფერი და იგივე სანქციები მიმართებაში მაგრამ აუცილებლად ემჩნევათ ხოლმე ნუ აი
რაღაც თქმა მინდა ტრამპის ამბავში ტრამპის მიმართ სანქციები იყო ტრამპის მითები იყო კიდე ის რომ სანქციებს მოხსნიდა. ხო. თან ძალიან მძიმე სანქციები აქვთ დაკისრებული მაღალი თანამდებობის მქონე პირებს. კი ბატონო. და იყო ლაპარაკი რომ იმიტომ რომ მე მაშინ მახსოვს გავრცელდა ეგეთი ხმებიც რომ მაგალითი მოყავდათ რომ აი ამ ქვეყანამ იჩივლა და ამას მოუხსნეს იმიტომ რომ ერთი მხარე ამბობდა მაშინ რომ ამ სანქციების მოხსნა არის თითქმის შეუძლებელი და ეგეთი პრაქტიკა არ არსებობს და უცებ აი ეს ერთი წამოწიეს რომ აი იმ ქვეყანამ შეძლო ამ სანქციებიდან თავის არიდება თუმცა ჩვენთანაც ეგ ისმოდა ჩვენთანაც რომ აი მოვა ტრამპი და სანქციების საკითხი გადაიხედება და ყველაფერი დაალაგდება ხო, მე მინდა კიდევ მანამდე პროცესი გაგახსენო მე შენ და დაახლოებით იგივე მითი შემოვიტანო ამ საუბარში. ეგ იყო რომ ევროპარლამენტის არჩევნები როცა ტარდებოდა, ეგეთი მითი შექმნეს მაშინ რომ აი ახლა ამათთან ამ deep state-ის აგენტებთან კი აგვერია სიტუაცია და ეგენი ჩვენ სუვერენიტეტის წარსულებას კი ცდილობენ, მაგრამ მოდიან ევროპაში ეროვნული ძალები, მოდიან მემარჯვენე პარტიები, უმრავლესობაში იქნებიან ისინი და აი ნახავთ ჩვენ მათთან უკვე ყველაფერს სხვანაირად დავალაგებთ. ეს ხდებოდა ევროპა ზაფხულში. ზაფხულში იქაურ არჩევნებამდე. ხო, ვიდრე იქნებოდა ევროპარლამენტის არჩევნები. საბოლოოდ ეგ მითიც ჩავარდა იქიდან გამომდინარე რომ ხო აი ყველა ჯერზე მინდა რომ დავაკვირდეთ და რა ვიცი ალბათ მაყურებელიც ამას შენიშნავს რომ ეს მითები მალე ძალიან მალე ფუჭდება რა და თავის არსებობას იმიტომ რომ თანმიმდევრულები არ არიან ერთი რომ თანმიმდევრულები არ არიან და მეორე ის რომ ფაქტებით ბათილდება რა ეს ყველაფერი და რატომღაც გონიათ მათ მე რჩება ეგეთი განცდა რომ ქართულ ოცნებაში გონიათ რომ ადამიანებს ძალიან მალე ავიწყდებათ ყველაფერი ანუ გუშინ რაღაცას რომ იმტკიცებდა რომ აი ევროპასთან დაალაგებდა იმიტომ რომ იქ რაღაცა მოდიან ესეთი და ესეთი ძალები ხო მეორე დღეს რომ ამაზე ლაპარაკი აღარ არის უკვე გონიათ რომ ეს ყველაფერი არა და მოცემულობა არა რაღაცას ამბობდნენ უკბირდებოდნენ და მორჩა და რა ვიცი ესეთი ბევრი ეპიზოდი იყო კიდევ რა რაღაც კონკრეტულ დღეს იგივე ლეგიტიმაციის კრიზისი ეხებოდა იქ რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ რომ ვითომ არ შეუერთდნენ რეზოლუციას ესპანეთი იტალია და კიდევ ერთი ქვეყანა იყო აღარ მახსოვს ზუსტად ეგეთი ეპიზოდებიც იყო რა რომ ერთ დღეს აქებდნენ ამ ხალხს რომ აი ჩვენ მხარეს და იმათმა განცხადებები მე იმავე საღამოს განცხადებით პასუხობდნენ და მეორე დღეს ცუდები ხდებოდნენ იგივე ხდებოდა მაკრონთან მიმართებით ჯერ ერთ დღეს თქვეს რომ აი ერთი დიდი სახელმწიფოს ლიდერმა როგორ მისწერა წერილი მეორე დიდი სახელმწიფოს ლიდერს მაკრონმა ვიდეო ივანიშვილს და მე ვიდეო მიმართო გაავრცელა ამ კაცმა და თქვა თვითონ თარგმნა თან თვითონ გატიცა ხო აბსოლუტურად სხვა რამეზე ლაპარაკი ანუ შინაარსი შეკვეცეს რაღაცა სხვანაირად წარმოაჩინეს ეს ამბავი და მეორე დღესვე გაუბათილდათ რა ანუ ეს მოკლევადიანი ჩაჭიდებებიც რაღაც ისტერიკაზე მიანიშნებს რა ანუ ეს ჩემთვის ეგ არის დემონსტრირება იმის რომ რამდენად კრიზისში არიან ლეგიტიმაციის ნაწილში და ეს ყველაფერი ამას ემსახურება რომ დაიჭირონ როგორმე საზოგადოების ის ნაწილი ვინც მათ მიმართ არის ლოიალური რომ აი თითქოს ყველაფერი რიგზეა და ვიღაცები მათ მხარეს არიან მაგრამ ან კიდე რაღაც ბუა არსებობს deep state-ის სახით რომელიც რა ვიცი გადაგვაგვარებს და ომში ჩაგვრთავს და ასე შემდეგ ტრამპზე როდის დაიწყო იმედგაცრუება? ну, პრინციპში ეს იმიტომ რომ თუ გახსოვს ზელენსკისთან შეხვედრის მერე აქ საკმაოდ ისე იყვნენ. ჩვენ რასაც ვამბობდით ის თქვა ტრამპმა და მე მეგონი ძალიან დაბნეულები არიან ზოგადად ტრამპის პოლიტიკიდან გამომდინარე, იმიტომ რომ თუნდაც უკრაინასთან მიმართებით ახლა ჩვენ საუბრობთ ხოლმე ხო უკრაინის თემაზე. ვერ გაიგებ ამ კაცის სულები რა არის. ანუ ხო, ძართულია. ტრამპი არის ძალიან რთულად პროგნოზირებადი. ერთ დღეს ამბობს რომ რაღაცა ზელენსკის ომი არ უნდა დაეწყო. ხო. მეორე დღეს ამბობს რომ უი არა მე ასე ვთქვი რაღაცა შეუძლია რომ ესე უცებ ერთ-ერთი მაგალითი იყო ტრამპთან მიმართებით. როდესაც ტარიფების დაწესებაზე იყო საუბარი მექსიკისა და კანადისთვის, მანდ მოხდა ეგეთი ამბავი რა, ოპოზიციამ ამოუგდო იქ, რომ ერთ-ერთი პოდკასტი იყო, ძალიან საინტერესო ფრაგმენტები ჰქონდათ მოჭრილი რა, სადაც ტრამპი ამბობს ასეთ რამეს, რომ ეს შეთანხმება, რომელიც არსებობს კანადასთან და მექსიკასთან,
მხოლოდ სულელით უმოაწერდა ხელს. და შემდეგ ამოიღეს კადრები, სადაც თავისი პირველი ვადის დროს 2017 თუ 18 წელს თავად მოაწერა ამ ხელშეკრულებას ხელი იმ პირობებით, რა პირობებიც ჰქონდათ ვაჭრობის მხრივ კანადასთან და მექსიკასთან. ანუ თავისივე გაკეთებულ რაღაცაზე თქვა, რომ მაგას სულელით ამასთანავე იყო კიდე ეგეთი ამბავი, რომ თქვენ ხო ასე თქვითო ჟურნალისტმა გითხარა რომელიღაც თემაზე და მე ვთქვი არ მახსოვს არ მახსოვს მე ამას არ ვიტყოდი ხო ანუ ეს კაცი იმდენად რთულად პროგნოზირებადია ერთ დღეს შეიძლება აქებდეს პუტინს ფაქტია აგერ ჩვენ ბოლო დღეებში ვადევნებთ თვალს რომ მან აბსოლუტურად შეცვალა რიტორიკა თავიდან როდესაც დაიწყო ბრჭყალებში რუსული სიმღერის ტექსტის მიხედვით ტრამპმა საუბარი და ზელენსკის სკანდალი მოხდა თეთრ სახლში და ашკარად წნეხი მოდიოდა უკრაინაზე რომ არ ვიცი რატომ აკეთებდნენ ამას იმიტომ რომ უკრაინელებისთვის დაეთმობინებინათ რაღაცეები თუ საფუძველი შეექმნათ პუტინთან ურთიერთობაში ეს ცალკე საკითხია ეს ყველაფერი ტაქტიკებია ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად იცვლება და ესენი მე ვერ მიყვებიან ხოლმე ამ ნაბიჯებს რიტმში ანუ აქ უკვე ახლა იბნევიან არიციან მე არ მგონია რომ მაგათ მართლა ქონდათ მოლოდინი რომ ტრამპთან დაალაგებდნენ უბრალოდ ასე უნდა ეთქვათ ხო არა ეგ ცხადია დროში ეგ იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წარმოიდგინე კრიზისი ამგვარია რომ ქუჩაში აქციები მიდის უწყვეტია და შენ გაქვს ყოველდღე რაღაც სათქმელი შენი მხარდამჭერისთვის და რაღაცა თარიღებს უკვე ეკიდები რა მერე რა 20 იანვარი გამორიცხულია ხან აი ეხა მე ხო გახსოვს ის ბრიფინგი რა სადაც ჟურნალისტი რომ ემნევა რომ რა იცით რომ თქვენ ეს მე ვიცი ზუსტად ესე იქნება და მე კიდევ რომ შეუბრუნეს კითხვა კობახიძის პასუხი ხო რომ ცუდ რაღაცებზე რატო ფიქრობთ კაც პოზიტიურად განვეწყოთო და ნუ ფაქტია რომ პოზიტიურადაც განწყობამაც არ უშველა და ეგ პროექტი მათი აზრით რაც მოიაზრებოდა ჩავარდა პირწმინდად ხო და ეხლა ნუ უკვე ამოწურეს გადაწურეს მაგრამ ანუ აქაც არათანმიმდევრულობა ჩანს თათო თუ დააკვირდები იმიტომ რომ ერთ დღეს ამბობენ რომ აი ტრამპი ვერ მოერია მეორე დღეს უხარიათ ის რომ ტრამპმა ხელი დაუქნია ყაველაშვილს მანამდე ჩადიან შტატებში და ხვდებიან რაღაცნაირად ჩააწყვეს ის რომ სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწის მოადგილეს შეახვედრეს თანაშემწის მოადგილეს კი და ამაზე მანამდე დაცინოდნენ რომ ეგო რა კალათის ეგო საერთოდ რა არის არ ვიციო რას ნიშნავსო რა მაინტერესებდესო ახლა დიდი კაცი აღმოჩნდა ანუ ეს აცდენები მუდმივად ჩანს და ესაც ანუ ვინც მათ მიმართ ლოიალურად არის განწყობილი და ნაკლებად კრიტიკულად არის განწყობილი ამას უნდა მიაქციონ ყურადღება რა რომ როგორ შეიძლება ერთ დღეს ერთს ვამბობდეთ კონკრეტულ ადამიანზე მეორე დღეს მეორეს ვამბობდეთ ხო ერთ დღეს დიდი სახელმწიფოს დიდი ლიდერი იყოს მეორე დღეს deep state-ის მონა იყოს ხო ანუ და მარტივად დასასმელი კითხვებია და მარტივი პასუხები მოეძებნება ამ ყველაფერს რა აქვე ძალიან ცნობილი მითი არის ის რომ სანქციები არ მუშაობს მე მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი და მით უმეტეს ამას ცოტა ხნის წინ მოყვა კიდევაც გამოხმაურება უცნობის კიდობანში ვნახეთ ქართული ოცნება როგორც ტიროდა რომ სანქციები ძალიან მუშაობს და ძალიან დიდ პრობლემებსაც უქმნით და სხვათა შორის თუ გახსოვს უცნობმაც შეაშველა რომ აიო უნგრეთში მიიღესო სპეციალური კანონია რომ ქეშიფულის გამოყენება შესაძლებელი იყოსო იმიტომ რომ აწუხებთ შეუძლებელია მით უმეტეს თავადაც ესე თქვეს რომ ზედარგოლებსო არაუშავსო მაგრამ აი ქვედარგოლებმაო რა ვქნათო ოჯახებს რომ ეხებაო ეგ ყველაფერიო ხო ანუ ისიც მითია რომ სანქციები არ მუშაობს და დღეს გავრცელდა სხვა შორის ინფორმაცია რომ 500 მილიარდელს შორის ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ბლუმბერგის სიაში ანუ სანქციები მასზეც ძალიან კარგად მუშაობს უბრალოდ მესმის რომ ბიძინა ივანიშვილი ცოტა უფრო ნაკლებად იგრძნობს ვიდრე ცრუ მოწმე რომელიც მიდის სასამართლოში ხო ან მოსამართლე პროკურორი ან სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მაღალჩინოსანი, რომელსაც ევალება რომ გამოიძიოს და არაფერი დღემდე არ გამოუძიებია. სხვათა შორის ტრამპის მერე თუ გახსოვს მითი, ქართული ოცნების განიყო ეს გავრცელებული რომ ბიზნეს მკვლელობა ლიკვიდაცია იყო დაგეგმილი. აუ, ძალიან მაგარი კოლბაში მყოფი. ეს არის თემა, რომელიც ეხება ბრჭყალებში 4 სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას, ხო? რომელიც აირიდეს თავი. არის, რომელიც ანუ
არ ვიცით, ეს ძალიან საინტერესო მოდელია რა, ნახე. არ ვიცით მხოლოდ ის რომ თითქოს იგეგმებოდა რაღაცა. რაღაცისგან გადაგვარჩინეს. იმისათვის რომ ეს დიდი ტყუილი იყოს დამაჯერებელი, ამაზე იწყება გამოძიება, არც მეტი არც ნაკლები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იწყებს ამბის მოკვლევას. საქმეს ედება საიდუმლო გრიფი. მერე მეტი დამაჯერებლობისთვის იბარებენ ხალხს გამოკითხვაზე. და საბოლოოდ ამ გამოძიების შედეგი კაციშვილს არ უნახავს. მაგრამ ავირიდეთ. დაკავებული ადამიანი უნახავს. ხო. გამოკითხვაზე და ეს ყველაფერი კიდევ საგულისხმოა რომ ებმოდა უკრაინას და ხშირად იბარებდნენ გამოკითხვაზე ადამიანებს, რომლებიც უკრაინაში იბრძოდნენ. კი ბატონო, სამხედროებს. ხო, მაგრამ მაგათ დაეწიათ, მე თუ გახსოვს, ფიცოზე თავდასხმა. კი. და ტრამპზე თავდასხმაც. და ტრამპზე თავდასხმის პასუხად მე გამოვიდა ასეთი ახალი გამოძიება დაიწყო, რომ აი ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმა არსებობდა, ხო? კობახიძეზეც იყო, ფიცოს შემდეგ იყო კობახიძეზეც, რომ პრემიერ-მინისტრზე ხო, იყო ამაზე ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციაზე, ხო, იყო გეგმაზე საუბარი. გეგმაზე აბა რატო იჯდა ეს კაცი კოლბაში? ანუ მაგიტო გამოდიოდა ამ ხელა შუში. და გაუმტარი შუშების ამბავიც, მაგრამ ცალკე ქართული ოსტემა და ცალკე ბიძინა ცალკე ტრიბუნით რო იდგა შუშაში, იმიტომ რომ ის იყო საფრთხის. როგორ ეძახდნენ მაგას, მე გააშარშეს ძალიან შუშის კოლბაში, ხო? შუშის კოლბა, ხო? მე ეგრევე ეძახი, სხვადასხვა ზონა ვთქვა. ხო, ანუ ეგ ამბავიც რა კარგად შეფუტე, კარგად ბრჭყალებში, ანუ ნახე, მათ რაღაცა აი ამ მუშაობაში რაღაც პლუსები და ძლიერი მხარეებიც აქვთ ამის გამომიდა და სუსტი მხარეებიც აქვთ. რა სუსტი მხარეები არის ეს, რომ არ არის თანმიმდევრული, მაგრამ მათ ბრჭყალებში ძლიერ მხარეთ თუ შეიძლება რამე ჩაითვალოს, ეგ არის რომ მალე დააჯდებიან ხოლმე ეს ჟარგონზე რო ვთქვათ ამბებს რა. ანუ უცებ ულინკავენ რაღაცებს და ამას ცდილობენ რომ ჩაიჭირონ, აი ტრამპს ესროლეს და აგერ ფიცოს თავს დაესხნენ და ახლა აგერ თურმე ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია გეგმება და მერე კაცმა არ იცის რა ხდება. ხო, არა, მსგავსი მე ხო არაფერი გვინახავს. ხო, ანუ აქაც იგივე შემთხვევა არის, რაც მაგიდაზე მუშტის ბრახუნს უკავშირდება, ხო? ანუ რომ განმარტოთ ახლა ომის ნაწილში რომ მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდნენ საქართველოში. იგივე ამბავია რა, აქაც გეუბნება რომ ხო აი არეულობის შემოტანა გეუბნება რომ აგერ ლიკვიდაციის გეგმები არსებობს. მე კიდევ ერთი ამბავი გამახსენდა. გახსოვს აქციებზე რომ გავრცელდა ინფორმაცია რომ ორი ადამიანის მკვლელობა იგეგმებოდა ეგეთი ვერსია. კი. ეგაც რა ამხელა ეს მითი შექმნეს უცებ ხო? ძალიან ისეთ დროს როცა პიკი იყო. აი ეს არის მომენტი, როცა პიკი არის აქციების, ხო? ნოემბრის შემდეგ, ანუ დეკემბრის დასაწყისში ხდება ეგ ამბავი. ძალიან ბევრი ხალხი გამოდის, ძალიან აწეულია ტემპერატურა და უცებ შემოდის ეს თემა მეტი დამაჯერებლობისთვის. აქაც არ მახსოვს არ მინდა შეცდომა დაუშვა და შეიძლება გახსოვდეს ან შინაგან საქმეთა სამინისტრო, ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს განცხადებას. სუსი ავრცელებს განცხადებას, რომ მოსალოდნელია ორი ადამიანის მკვლელობა აქციაზე. ორი იყო თუ ერთი იყო, არ მახსოვს, მაგრამ იყო საუბარი რომ იქნება მსხვერპლი. და მოწოდება რომ ხალხო მოდი არ გახვიდეთ ან კიდევ ნახე აი მანდ იყო ძალიან ეშმაკური დეტალი რა რომ მოუწოდებდნენ სიფრთხილისკენ კი ყურადღებით ყოფილიყვნენ რას ნიშნავს ანუ თუ აქ ძალიან მარტივი რაღაც არსებობს თუ არსებობს მსგავსი ინფორმაცია ანუ განმარტოთ რა ამ დონის ინფორმაცია თუ არსებობს რომ შესაძლოა მოხდეს ვინმეს მკვლელობა რანაირად შეიძლება არ არსებობდეს ამ საქმეზე ვინმე დაკავებული. ან მინიმუმ ვინმე არსებობს სუსის განცხადება, სადაც საუბარია რომ ადამიანების მკვლელობა, აი რაოდენობაზე რო არ შევცდეთ, ხო? ერთი თუნდაც ერთი ადამიანის მკვლელობა იგეგმებოდა და მთავარ არგუმენტად რომ აქცია ცდებოდა გამოხატვის თავისუფლებას იყო ფოიერვერკი. ანუ ადამიანის მკვლელობა იგეგმება და მთავარი საფრთხე ყოფილა ფოიერვერკი. ხო, ანუ ეხა იქ შესაძლოა რაღაც სხვაც იგულისხმო ეგ უკვე გიტოვებს მაგ ფანტაზიის სივრცეს რა. მაგრამ ამაზე იყო ჩაწერა, ამაზე იყო და მანდ იყო მე მითი თუ გახსოვს რომ მას შემდეგ რაც ჩვენ ამოვიღეთ ეს ფოიერვერკები, მერე დაწყნარდა, ანუ ის გარ რომ მე სპეცრაზმი გავიყვანეთ და აღარავის ვცემდითო. მერე დაწყნარებულა ყველაფერი. ხო და ანუ
ჯერ მაგის ჯერ ახლა. ამაზე ამ ლეგენდაზე რომ ვიმსჯელოთ რა, აი ვინმეს ლიკვიდაცია პირობითად იგეგმება. რა მე უცებ გაქრა ეგ თემა და დაიკარგა საერთოდ რა. ანუ ვიღაცას თუ ეგეთი გეგმა ქონდა, ერთ დღეში მოიხსნა, ანუ ერთ კვირაში მოიხსნა. როცა 150 დღეზე მეტი აქცია. ხო და ვითომ რაღაც ანუ მათი მხილებით ანუ მე გქონდათ ეგეთი განმარტება რომ ჩვენ წინასწარ გავაკეთეთ პრევენციული განცხადება იმისთვის რომ მსხვერპლი აგვერიდებინა თავიდან და ამ ფონზე საფრთხე მოიხსნა ანუ თუ ვინმეს მაგის გაკეთება უნდოდა მართლა და კონკრეტულად დასჯილი და დაჭერილი არავინ არ არის ამას თუ არ არის გამოვლენილი ვინმეს თუ ასეთი ჩანაფიქრი ქონდა აი სამართლებრივად რომ შევხედოთ ამ ამბავს და რა ვიცი თუნდაც ისე ლოგიკურად რომ შევხედოთ შენ თუ არ მაჩვენებ დასჯილ ადამიანს თუ საფრთხე არ აღკვეთე ხო რით აიხსნება ის რომ ეს საფრთხე ხვალ აღარ არსებობს და მეორე დღეს რატომ აღარ არის აქტუალური ამის პასუხი მარტივია ეგ იყო კონკრეტული დროის მონაკვეთისთვის გამოგონილი ამბავი რომელიც მეტი დამაჯერებლობისთვის შეიქმნა მითი და თუ ესე არ არის ხალხო არ ვიცი, იქნებ ჩვენ მე არ მინდა რომ ადამიანებმა ჩათვალონ რომ ჩვენ ყველაფერზე ესეთი განწყობის ვართ რომ აი ყველაფერი ტყუილია, ყველაფერი მითია და არაფრის არ გვჯერა. ანუ ძალიან მარტივ რაღაცას ვითხოვთ ხო რეალურად თუ რამე არსებობს მსგავსი. მაჩვენეთ მტკიცებულება. ანუ რატომ უნდა დაადო ამ გამოძიებას საიდუმლო გრიფი არ მესმის როცა პარალელურად შესაძლებელია რომ ვინმე კონკრეტულ რაღაცა დანაშაულზე მომხდარ ამბავზე მაჩვენო კადრი რომ დააკავე მკვლელობაში ბრალდებული ადამიანი სახეზე ბლარით მაგრამ მაჩვენებ ხო ამბავს მაჩვენებ არა ხო ანუ იდეებს ნუ ვაწვდი კი არა ანუ ეს მოთხოვნა უნდა იყოს ბოდიში deep state-ის ბრალი იყო ყველა საცეცებია საცეცები შემოვიდნენ და ბოდიში ხო ანუ მართლა სერიოზულად რა მე არ მესმის რატომ იქნებ დავიჯერო მე იქნებ მაჩვენე რა მტკიცებულება და იქნებ მართლა გავფრთხილდე და არ გავიდე იმ აქციაზე მესმის როცა ასეთი მასშტაბის განცხადებას აკეთებ რომ შუაგულსპილისში შეიძლება ადამიანი მოკვდეს ხო მაგას მომავ ჩვენ კი არ გვაქვს უნდობლობა ასეთ ძიმე რაღაცაზე რომ საუბრობ რომ ამ ქვეყანაში ქუჩაში რომ გადიხარ შენ მოგკლავენ და სიფრთხილე უნდა გამოვიჩინო მე მჭირდება ამის მტკიცებულება ეს არ არის რაღაცა მართლა ყურით მოთრეული ამბავი როცა აი ნახე მე ვარ მოქალაქე რომელსაც მჯერა რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კარგად მუშაობს აი მჯერა და უცებ ეს კაცი მეუბნება რომ ფრთხილად იყავი შეიძლება მოგკლან ანუ დამაჯერე კი არა ამას მეუბნები დამაჯერე ამის ესე უარგუმენტოდ თქმა არის არ ვიცი ძალიან დიდი იმიტომ რომ სხვა რაღაცას მაფიქრებინებს რა მგონია რომ ესეთი ქცევა არის დანაშაული ადამიანს აშინებ რა მეუბნები რომ შეიძლება ვიღაცა მესროლოს ეხა მე რა ვთქვა რომ სუსმა განცხადება იმიტომ გააკეთა რომ თვითონ აპირებდა ვიღაცის მოკვლას თქო აი ნახე ხო ძალიან მარტივია შენ არგუმენტს არ მიდებ ხო, იგივე, ანუ თვითონ აპირებდა ვიღაცის მოკვლას, და ჩემთვის დაბრალება. შენ რო გაავრცელო რა ესე იყო, აუცილებლად დაგიჭერდნენ. ხო, იმიტომ რომ ეს ძალიან ცუდი კი არა და საშინელი ბრალდება. მეორეს მხრივ ან რით განსხვავდება, ან მოცემულობა რით განსხვავდება. იქიდან არის ბრალდება რომ რაღაცა ოპოზიციაზე არის ის არის მართული და ჩვეულებრივი ბრალდება და თუ არ არსებობს ამ საქმეზე დაკავებული და არ არსებობს ჩანაწერი არ არსებობს რამე მტკიცებულება ვიდეო, აუდიო, ან რაღაცა ფაქტები გვაჩვენე, ხო? თქვათ, ვიღაცა ამზადებდა იარაღს, სადღაც ამოვიღეთ რაღაცა შაშხანა პირობითად და ხო, მაგრამ იცი, მე მგონია, რომ იმდენ რაღაცაში ხილებულები არიან უკვე fake news-ებში. ან იმდენი რაღაცა გაზდით, რომ ესე მარტივად შეიძლება დაგაჯერონ. შეიძლება, უბრალოდ აი ჩვენ მაგალითად თუ ამბობთ, რომ არგუმენტები გვჭირდება, ვეღარ რისკავენ, რომ ტყუილი ამ დონეზე შემოგასაღონ, რომ უკვე კადრიც გაჩვენონ და რაღაც იარაღის ფოტოც. მე რეალურ სცენარში ვამბობ, განვიხილავ. ეს თუ მართლა მოხდა, მაგრამ ჩვენ ხო არიან ვალდებული, რომ თუ ასეთი საფრთხე არსებობს, მე მოქალაქეს მეცი პატივი. და უბრალოდ კი არ შემაშინო კაცო მაჩვენე რა. ხო, არა, იმიტომ რომ უნდა შეგაშინო. ხო, ანუ ეგ ამოცანა ჩემთვის გასაგებია და სწორედ ამიტომ ვამბობ რომ ეს არის არ მჯერა რომ ესეთი რამე მართლა მოხდა. არ მჯერა მაგ დაწყებული გამოძიებების. არც ერთის არ მჯერა. არც იმის რომ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას გეგმავდნენ, არც იმის რომ აქციაზე ვინმესთვის უნდა ესროლათ და მსხვერპლი უნდა ყოფილიყო. ანუ მე სხვანაირად არ მჯერა.
ხო, მესმის, ეს აბსოლუტურად გასაგებია და კარგი იქნება თუ თითოეული მოქალაქეც მაგას გაიაზრებს, რომ თითო სიტყვის უკან კითხვის დასმა ძალიან მარტივია, რატომ, როგორ, ვინ, სად, როდის ელემენტარული კითხობის დასმა არის საჭირო ნებისმიერი აი ამ თემის გარშემო. იმიტომ რომ ხო ხედავთ, ანუ პრაქტიკა აჩვენებს, რომ ეს თემები ვარდება რა, ეს მითები იმსხვრევა, გზადაგზა თარიღებთან მიმართებით. მე ახალს გააჩენენ, მაგრამ ნუ იმედი ხო მე მგონი არა მთავარი ხა ჩვენ რაც მაგალითებიც მოვყევით აფხაზეთის თემა იყო თუ მეორე ფრონტის თემა თუ ასე შემდეგ განსაკუთრებით აფხაზეთის თემაზე გამოჩნდა რომ როგორც კი არსებობს კონტრარგუმენტი და იგივე აი სარკოზის კი არა რატო გამახსენდა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის გავრცელებული ვიდეო ანუ როგორც კი არსებობს არგუმენტი იქიდან რომ ეგრე არ არის ამათ უწევთ გაჩუმება და კი ხრება ეგრევე ხო იმიტომ ამათი მოკლევადიანი ტყუილები მაგრამ ყველაზე დიდი ტყუილი რომელზეც მგონია რომ არა მხოლოდ ბოლო პერიოდი არამედ 12 წელია ქართული ოცნება დგას არის ის რომ ნაცების უნდა გვეშინოდეს ყველა ნაცია და რადგან ნაცების უნდა გვეშინოდეს და სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ რომ ნაცების რეიტინგი დაბლა წამოვიდა უცებ დანარჩენი ყველა რეიტინგული თუ არა რეიტინგული გახდა ნაცი მათთვის იმიტომ რომ ეს შიში არ დაიკარგოს იმიტომ რომ გონია რომ საზრდოობენ ამით რომ ეგ ცოტა deep state-ის rebranding-ის ხო კოლექტიური ნაცი არის სახელის შეცვლა რა იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობაში როგორც კი გამოჩნდა ის თაობა რომელმაც თქვა რომ 12 წელია მე ამ პარტიაში ვარ და მანამდე არ ყოფილვარ და სკოლაში ვსწავლობდი უცებ მოიცა არ გამოდის ეგრე მარტივი მაგრამ დანარჩენ პარტიებს ძალიან მარტივად დაუძახეს მერე ხო, ნუ მოდი ამოცანებზე ვთქვათ, რას ემსახურება ეგ. ორი ძირითადი ფაქტორია, რატომაც ეგ მითი დღემდე ცოცხლობს, ორი მიზანი აქვს მაგას, ერთი ეს არის არჩევნები. და იყო არჩევნებზე ერთ-ერთი მთავარი მათი გზავნილი, რომ ვიცი, მხოლოდ ეს ორი პოლიტიკური ძალა მოვიაზროთ და სხვა არჩევანი არსებობდეს. და მეორე არის აქციები. და პროტესტის რაღაცნაირად შელახვა და იმ აზრის ჩამოყალიბება რომ იქ ნაცებით განან და ახანდახან ჩვენ ვამბობთ ხოლმე ამას პირიქით ხო რომ სად არიან პოლიტიკოსები რატო არ არიან ანუ ხალხთან ერთად რატომ არ არიან და ასე შემდეგ ანუ თავიდანვე ანუ მე მაგას ვაკვირდებოდი ძალიან აქტიურად როდესაც ეს აქციები დაიწყო მუდმივად ასეთ ტაქტიკას იყენებდნენ ერთი ეგ იყო რომ ნაცმაიდანი არ შედგა გასოს ეგ ფრაზა კი დაერქვა ნაცმაიდანი, ესაც არ არის რაღაც შემთხვევით ვიღაცას უცებ ხალხო რო იცოდეთ, ანუ ესეთი ფრაზები პრესკონფერენციაზე უცებ ვიღაცა სპიკერს თავში აზრად მოუვიდა და უირა კარგიაო და მოდი ახლა ამას ვიტყვიო, ეგრე არ ხდება რა. ეგ არის კარგად გაანალიზებული, დაფაზე დაწერილი, გარჩეული, ნათათბირალი ფრაზები, რომელიც საკვანძოა და მე ამ საკვანძო ფრაზებს მუდმივად ყველა იმეორებს. ეგ იყო ნაცმაიდანი და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მაგის იყო დაბოლოება, არ შედგა. ანუ არ შედგას ამბობდნენ ყოველ მეორე დღეს, როდესაც აქციების სიმწავე იყო პიკში. რომ ადამიანების twin-ში ქვეცნობიერად დაელეკათ, რომ დამთავრდა, ანუ მუდმივად რომ მორჩა. ჩაიარა რომ მუხტის გაზრდა არ მოყოლოდა. და თუ გახსოვს რა დონეზე ხდებოდა მაიდანზე შედარება? ლამის ფოტო შედარებები და კადრობრივი შედარებები იყო მედიაში მაშინ, რომ იქ რო ესე იყო, მე დაახლოებით იგივე კადრი აქეთ რუსთაველიდან იყო აღებული და იქ რომ რაღაცა კუბო დაწვეს და მე ჩვენთანაც ესე იგი ზუსტად ის აი ანალოგიები მიდიოდა ბევრი და ნუ მსხვერპლზე საუბარიც პრინციპში მაგის გაგრძელება არის. კი, ხო, ანუ ეს ამბავი რომ მაიდანი არ განმეორდა ჩვენთან, ხო, და ამისგან გვიხსნეს, ეგ აი ზუსტად 28 ნოემბრის მერე არის უკვე ეგ მითები ჩვენთან გავრცელებული. მაგრამ მე მგონი ეგეც ჩავარდა. ხო, და კიდევ ერთ რამეზე მინდა მანდ ყურადღება გავამახვილო, რომ ეს მხოლოდ საქართველოში გამოყენებული message box-ი არ არის. ნუ ახლა ეგ ხო ვიცით რომ აქ არ დგება. იგივე, არა, ანუ გულისხმობ მე სლოვაკეთში, უნგრეთში ასევე გამართულ საპროტესტო აქციებს. სერბეთშიც. ხო, კონტექსტი ერთი და იგივეა. ხო, ანუ ვინ ჩამოვთვალეთ, ხო? ორბანი, ფიცო, ვუჩიჩი. ანუ დიქტატურა სადაც ებრძვიან, და სადაც კავშირი აქვს რუსეთს.
და სადაც კავშირი აქვს რუსეთს, ხო, ახლა რუსეთის გარეშე აქ არის. ხო, ანუ ეგ ვორდინგი მგონია რომ პირდაპირ ცენტრიდან მოდის. ეს მითოსური მართლობაც რუსული. სხვათა შორის აი მაგ პარალელის გავლება მინდოდა და კარგია რომ გამახსენდა. იგივე ომთან დაკავშირებით მოლდოვაშიც აბსოლუტურად იგივე ხდებოდა თათო თუ ვინმე არ მიადევნა მაგ ამბავს თვალი შეგიძლიათ რომ გადაამოწმოთ უბრალოდ დასერჩეთ მოძებნეთ ინტერნეტში მოლდოვის წინასაარჩევნო პერიოდი იქ რეფერენდუმიც ხომ იყო ძალიან ბეწვის ხილზე რომ გაიარა ოპოზიციური კანდიდატები პირდაპირ ამბობდნენ იგივეს რომ ჩვენ არ გვინდა ჩვენი შვილები გავგზავნოთ მეორე ფრონტზე კი ომიშიში უთხარი არა ევროპას იქ იყო გამოავლინეს მოლდოვაში პირდაპირ საგამოძიებო უწყებებმა რუსული ფულის პირდაპირ შედინება ქვეყანაში აქ იყო მილიონობით დოლარზე საუბარი რომელიც ხმარდებოდა კონკრეტულ საქმეს პუბლიკაციების გავრცელებას რაღაცა პლაკატების დაბეჭდვას სადაც ეწერა no to Europe ანუ პირდაპირ ჩარევა იყო რეფერენდუმის შედეგებზე გავლენის მოსახდენად არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად და აქაც გამოყენებული იყო სწორედ იგივე თემატიკა მეორე ფრონტი და ნუ ესაც საგულისხმოა რომ ეს თემები ერთმანეთთან არის კავშირში. შევაჯამოთ ხო თანდათან? შევაჯამოთ ის რომ მე მაინც იგივეს ვიტყვი რომ პარტია რომელიც სათავეში მოვიდა მითებით და თავიდანვე თავად მითოსური პერსონაჟი ბეძინა ივანიშვილი გახდა მე რუხი კარდინა რო დიდი ქველმოქმედი რომელიც აქამდე არ ჩანდა იმიტომ რომ სიკეთის კეთება უნდა და ფარულად და რაღაც ესეთი ლეგენდები ბეძინა ივანიშვილი ყველას უყვარდა არავის სახეზე არ იცოდა მაგრამ სადღეგრძელოებსაც სვამდნენ რომ ბეძინამ გადაარჩინა ისინი და ნუ მოკლედ ასე შემდეგ არ მიკვირს რომ იგივე პარტიამ გააგრძელა ესეთ მითოსებზე დამყარებული პოლიტიკის გატარება ქვეყანაში ხო თან წეღანაც ვთქვით რომ რაც უფრო დიდია ტყუილი მეტად უფრო დამაჯერებელია და სამწუხაროდ ერთია რომ ვიღაცები განზრახ მუშაობენ იმაზე რომ გაავრცელონ ჭორები და მეორეა ის მოწყვლადი ჯგუფები რომლებიც იჯერებენ და მეორე სხვასაც ასე რაღაცა მიამიტურად იმიტომ კი რომ რაღაც ცუდის გაკეთება უნდათ ან უბრალოდ ვეღარ ხვდებიან ზართულია ზოგადად ამ ტყუილ მართალში რო აცხოვრებ ადამიანს მუდმივად აკონტროლოს მიხდით თან ყველა ჩვენს ავიცი ყოველდღიურად ნიუს არ უყურებს არ მიყვება გადამოწმება თან ახე ესეთი ტაქტიკაც არსებობს რომ ტელევიზორში გავიგე ესე იგი მართალია მარტივად იჯერებ სამწუხაროდ ანუ ამას თავის მიზეზებიც აქვს რა ანუ ძალიან ცუდი საქციელი ცუდად მოქცევა თუ რამეს ქვია ხო ანუ არის პირდაპირ ვიტყვი აი საწყალი ხალხის შეცდომაში შეყვანა ძალიან დიდი მანკიერება არის რა მარტივად მოსატყუებლის და მარტივად დასაჩაგრის დაჩაგვრა და მოტყუება არის ყველაზე მანკიერი და ცუდი საქმე თუ კი შეიძლება ადამიანმა გააკეთო ვისაც პირიქით გევალება რომ ამ საზოგადოებაზე იზრუნო და ძირითად შემთხვევებში ხო ანუ წარმოიდგინე ვინ ექცევა აი ამ მითების ქვეშ ძირითადად ნუ ყველას არ მომბობ რა თქმა უნდა ეხა იქ სხვადასხვა სეგმენტის და კატეგორიის ხალხი არა მაგრამ ძირითადად ადამიანები რომლებსაც ყოველდღიურ საშოვარზე აქვს საფიქრალი მესმის და ძართულია უამრავი სოციალური პრობლემა აქვს არც აინტერესებს დიდად და შესაძლოა არც მიყვება ყოველდღიურად რაღაც პოლიტიკურ პროცესს და ახალ ამბებს არ ადევნებს თვალს და შესაძლოა სწორედ ასე ადამიანიდან ადამიანამდე აღწევს მათთან ინფორმაცია და ისინი ძალიან ხშირ შემთხვევაში მოკლებული არიან იმ ფუფუნებას რასაც რისი უფლებაც ჩვენ მივეცით მაგალითად მე და შენ თავს ხო რომ რაღაცა როცა არ მოგწონს ამას დაუპირისპირდე ხმა მოიღო დათმო და თანაც ჩვენთვის რაღაცა უნარჩვევების დონეზეა უკვე გამომუშავებული ფაქტის გადამოწმება ანუ მათზე გავლენის მოხდენა ძალიან მარტივია რა სოციალური თვალსაზრისით ეკონომიკური თვალსაზრისით პოლიტიკური წნეხი მით უმეტეს ახლა როცა ხედავენ რომ აი ვიღაცებს ცემენ ურტყავენ და ასე შემდეგ ანუ და პლუს კიდე ამ რაღაცებს მუდმივად აჯერებენ ნუ
რთულია და მე მგონია რომ ამაზე მუდმივად საუბარი, იმიტომა საჭირო რომ იმ ადამიანებამდე მივიდეთ და მარტივი და გასაგებიანი თუნდა დაუპირისპიროთ რაღაცა კონტრარგუმენტები, მინიმუმ პასუხების გაცემა მოვითხოვოთ კითხვებზე, რომელიც არსებობს და ვფიქრობ რომ ოპოზიციას ეგროლი უნდა კონდეს წესით, რაც მუდმივად გავიმეორებ ამას, რომ რაღაც პოზიტიურ დღის წესრიგს არ უნდა ირჩევდნენ მხოლოდ და უნდა იზრუნონ იმაზე პირველ რიგში, რომ რაღაც თემებზე ადამიანებს არგუმენტები მიაწოდონ იმისთვის, რომ შეეცვალოთ დამოკიდებულება და ისწავლონ უფრო მეტად კრიტიკული აზროვნება. და დასასრულისკენ რომ წავიდეთ და მადლობა უთხრათ მაყურებელს რომ გვიყურებს, სანამ ჩამოთვლიდე რა არხები უნდა გამოიწეროთ და მადლობებზე გადავიდოდე, ქართული ოცნების ჩემი საყვარელი მითი მაინც არის ის, რომ კასპში ვერასდროს იქორწინებენ მამაკაცები. ანუ ძალიან მიყვარს მაინც ეს და აღარ ჩაშალო ეხა ეს თემა ესეც ეყოფა. მე მგონია რომ ახალ მითებსაც მოვისმენთ. აუცილებლად. ახალ მითებს, რომელიც პირველ რიგში დაკავშირებული იქნება ალბათ ვიზებთან. ეგ თეორი მანანა რო არის. ჯერ ხო თეორი მანანა არ არისო კითხვას და არ არის ჯერ ესეთი მყარი არგუმენტები არ აქვს მაგასთან. ხო, მეტად ჯერ მაინც მე მგონი მათ გაუჭირდებათ რა. ჯერ ეტყობა მაინც ისე არის შინია თან არ იმჩნევენ. მოკლედ მაგასაც ვნახავთ და ნახოთ მაგ თემებსაც გავყვებით აუცილებლად. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. Redlines უყურებდით თქვენ, უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი კიდევ ერთხელ ძალიან გაგვიხარდება თუ თქვენს აზრებს გაგვიზიარებთ კომენტარებში. გამოიწერეთ კიაფი და დიდი მადლობა პოსტერ ბარს იმისთვის რომ გვითმობს სივრცეს რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენს მაყურებელთან შეხვედრა. ჩვენი ახალი პროექტი არ გვიხსენებია კიდევ მარიამოს ვლოგი, კი. არაჩვეულებრივი ეპიზოდი დაიდო უკვე. ჩაეშვა, ასე ვთქვათ, პირველი ეპიზოდი დაიდო, კიდევ დაიდება გზადაგზა. მუდმივად სტუმრებთან ერთად იქნება საუბრები ლიტერატურაზე, კულტურაზე, ხელოვნებაზე და ასე შემდეგ. საინტერესო მარიამოსთან ერთად. მადლობა რომ გვიყურებთ. დროებით.